გამარჯობათ მეგობრებო, შიშის არქივი დაბრუნდა და დღეს ძალიან საინტერესო, კარგი ისტორია გირჩიეთ, მით უმეტეს თუ ცხოველები გყავთ, ან ზოგადად ცხოველები თუ გიყვართ, თემატური არის. და დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ. ბევრი სათქმელი არ მაქვს იდეაში, რო წაგიკითხავთ ყველაფერს თავად გაიგებთ, რამდენად კარგი ისტორია არის, მოკლედ, შეგვიძლია დავიწყოთ ისტორიის კითხვა. ჩემი ძაღლი 3 დღით დაიკარგა. რაც დაბრუნდა, ჩემი ძაღლი აღარ იყო. ბავშვობაში კანადის აღმოსავლეთ ნაწილში, მეთევზეთა პატარა დასახლებაში გავიზარდე, რომელიც წმინდა ლოურენსის ყურეთი და ბორიალის ტყით იყო გარშემორტყმული. მთელი ეს მიწა დაახლოებით 4000 კვადრატული ფუტი იყო, მაცხოვრებელთა კიდევ უფრო მცირე რაოდენობით, რომლებიც მთავარ ქუჩაზე იყვნენ გაფანტულნი, მთავარ გზაზე, რომელიც პირდაპირ ჩვენს პატარა ქალაქში გადიოდა. ფერმერთა სახლები, რომლებიც ფართოდ იყო გაფანტული ხეებით დაფარულ ტერიტორიებს შორის კი საცხოვრებელ სახლებად გადაკეთდა მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობამ მომგებიანობა დაკარგა. საერთო ჯამში ჩვენ საზოგადოებას გარს აკრავდა ოკეანის უსაზღვრო სივრცე და ხეების თითქოს დაუსრულებელი მასივი, რომელსაც კანადის მთელი ტერიტორიის 55% უკავია. ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი იმ ტყეებში ხეტიალსა და ნადირობაში გავატარე. ასე რომ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩემი სიხარული, როდესაც მშობლებმა სანადირო ძაღლი მაჩუქეს. სენდი შეტლანდიური ნაგაზი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯიში უფრო ბალახიან ველზე ცხოვრების საწყისად და მოსაძებნად არის გამოყვანილი, ვიდრე ხშირ ტყეში კურდღლებისა და ირმების საძებრად, ეს ყოველივე საერთოდ არ მიშლიდა ხელს, რომ ყოველი შესაძლებლობისთანავე თან წამეყვანა. სენდი იმდენ ნადირობაზე მყავდა, რომ შეეჩვია განთიადის წინ გაუგიძებას და რამდენჯერმე ტყის საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე პატარა ნადავლის, მაგალითად, ციყვებისა და კურდღლების მოძებნაშიც დამეხმარა. ხო, სხვათა შორის შეტლანდიური ნაგაზი თუ არიცით არის ლესი. ადრე ფილმებს რო იღებდნენ, ხო გახსოვთ, გრძელი ესეთი ფუმფულა ბეწვი რო აქვთ. აი ეგ ლესი არის ეს შეტლანდიური ნაგაზის ჯიში, რომ დაგეხმაროთ წარმოდგენაში როგორი ძაღლი იყო. გავაგრძელოთ. სენდი არ იყო ჩემი საკუთრება და მას შესაბამისად არც ვექცეოდი ისე თითქოს ჩემს კუთვნილებას წარმოადგენდა. სენდი ოჯახის წევრი, ჩემი საუკეთესო თანამგზავრი და ყველაზე ერთგული მეგობარი იყო. სიამოვნებით მახსენდება ყველა ის დრო, როცა თქმის გარეშე სატვირთოს წინა სავარცხელზე ჯდებოდა და მზად იყო სასეირნოდ. ტყის რომელ ნაწილშიც არ უნდა წამეყვანა. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ვერასდროს მეყოლება ძაღლი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში სენდის მიერ დატოვებულ სიცარიელეს შეავსებს. ფიქრობ, ძაღლების მოყვარულები ამ გრძნობას სხვებზე უკეთ გაიგებენ. 30 ოქტომბერი იყო. ირმებზე ნადირობის სეზონის პირველი დღე. ოჯახთან ერთად ვსაუბრობდი სენდიზე, ჩემი ნადირობის აღჭურვილობაზე და რამდენიმე აუცილებელ ნივთზე, რომელიც უნდა წამეღო ბაბუაჩემის ერთ-ერთ ქოხში, რომელიც მის ახალგაზრდობაშიც ცივილიზაციიდან რამდენიმე ასეული მილის დაშორებით უკაცრიელ ადგილას, მოუნიშნავ გზაზე მდებარეობდა და რომ რამდენიმე დღით იქ დარჩენას ვაპირებდი. ამას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა, მაგრამ ვერაფერმა შემოჩერა. რომ იმ ტერიტორიაზე, რომელიც თვის დასაწყისშივე უკვე ბოლომდე არ ჰქონდათ მოსუფთავებული არალეგალ მონადირეებს, ველური ნადავლი მეძებნა. ყველაფერი ჩავტვირთე ძველ ლურჯ ფორტში. სენდის ჩათვლით და რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ ბაბუის მიყრუებულ ძველ ქოხში ვბინავდებოდით. სწორედ ამ მომენტიდან ყველაფერმა გაუარესება დაიწყო. სენდი ძალიან უწუხარ. ცხოვრების უმეტესი ნაწილი ველურ ბუნებაში გავატარე. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა რაღაც უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ როგორც წესი, ყველაფერს მეცნიერული ახსნა მოეძებნებოდა. სწორედ ამიტომ პირველ რამდენიმე ღამეს სენდის უცნაურ ქცევას ყურადღებას არ ვაქცევდი და ამას იმ ძაღლის ნერვიულობით ვხსნიდი, რომელსაც შორს მყოფი კოიოტების, მკლების, დათვების და ირმების ხმების გაგონება შეუძლია. ეს, რა თქმა უნდა, ხელუხლებელი ტერიტორია იყო. ველურ ბუნებას დიდი დრო ჰქონდა, რომ აქ ბინა დაედო. პირველი ღამე საკმაოდ ნორმალური იყო. სენდის საწოლი მისაღების კუთხეში 90-იან წლებში გამოშვებული ტელევიზორის გვერდით დაუდგი. ვიფიქრე, სენდის მოუწყობდი ადგილს, სადაც ცოტა ხნით წამოწვებოდა, მიუხედავად იმისა, რომ 10-დან 9 შემთხვევაში ჩემთან ერთად შემოხეულს ეძინა. ღამის 11 საათზე სენდიმ პირდაპირ ხის კარს შეხედა და დაიწკმოტუნა. ვიფიქრე, რომ მოშარდვა უნდოდა და კარი გაუღე, რომ გარეთ გასულიყო. არ ვღელავდი.
რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი შორს წავიდოდა. მოშარდვის ნაცვლად კართანვე ჩამოჯდა და ბილიკის იქით ტყის პირს დაუწყო ყურება. მეც წამოვდექი და რამდენიმე წუთი მასთან ერთად გავყურებდი ტყის პირს. სანამ არ გადავწყვიტე, რომ მას დიდი ალბათობით უბრალოდ ქოხთან ახლოს რაღაც ხმები მოესმა. დანარჩენმა ღამემ წყნარად ჩაიარა და სენდისაც მშვიდად ეძინა. მეორე ღამეს ეს უცნაური ქცევა სენდის სტრესს დავაბრალე. იმ დღეს ცოტა ხნით ადრე სახლის მიღმა ტყეში რამდენიმე მილის გავლა მოგვიწია და მეგონა ერთ მომენტში მომესმა თუ როგორ ტყდებოდა ტოტები რაღაც ძალიან მძიმის ქვეშ. იმედი მქონდა რომ ლოსი არ იქნებოდა, რადგან ჩემი თოფი სრულიად უშანსოდ იქნებოდა. მაგრამ სენდიში უცბად რაღაც შეიცვალა, რასაც იმ მომენტში ყურადღება არ მივაქციე. ის უკანა ფეხებზე წამოიჭიმა, წინები კი მიწასთან ახლოს ჰქონდა მიწებებული. პირი კბილებზე გადასწია და სიცარიელისკენ დაიყმულა. გავიფიქრე, რომ მოგვიანებით ისევ გამოვიდოდი წანადიროდ, თუ ის, რაც არ უნდა ყოფილიყო, ახლო არემარეში აღარ იქნებოდა და სენდიც ხასიათზე იქნებოდა. მაგრამ როგორც კი სახლში დავბრუნდით, ადგილიდან აღარ იძუროდა. მაშინაც კი, როცა გარეთ გასვლა და თავის საქმის მოთავება ვთხოვე, კართან დაჯდა და დაიყმულა. ტირილით მანიშნებდა, რომ გარეთ გასვლა არ უნდოდა. აღარ დამიძალებია. თუნდაც იატაკზე მოეშარდა, არა უშავდა. სენდი აქამდე არასდროს მოქცეულა ასე. ერთ-ორ შემთხვევას გავატარებდი, თუ ნამდვილად არ სურდა გარეთ გასვლა. ალბათ დათვი იყო, გავიფიქრე. სანამ კარი გადავრაზე და დასაძინებლად წავედი. მესამე ღამეს ყველაფერი ჯანდაბისკენ წავიდა და დღემდე ბოლომდე არ მესმის და ვერ ვიაზრებ რა მოხდა. სენდი მთელი დღე პირი არაფერს დააკარა. სისხამდილას კურდღლის დაჭერა მოვახერხე, რის შედეგადაც სენდის გარეთ საჭიროზე მეტხანს ყოფნა აღარ სურდა და შინ შესვლა გადაწყვეტა. კურდღელი მოვამზადე, соуსი მოვასხი და ჩემს ძაღლს მივეცი. ამას ყოველთვის არ ვაკეთებდი, მაგრამ ვიფიქრე, რომ ახლა განსაკუთრებული შემთხვევა იყო და იქნებ სასუსნავით მისთვის დღის შემდეგი გასეირნებისთვის განწყობა გამომეკეთებინა. სენდი საჭმელს არც კი გახკარებია, არც კი დაუსუნია. ამის ნაცვლად დივანზე ჩემს გვერდით დაჯდა და შემოსასვლელს მიაშტერდა. ხელქვეშ ამოვიდე, თავი მუხლებზე დამადო, თვალები კი კვლავ კარისკენ ჰქონდა გაშტერებული. დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მოძველებულ ტელევიზორში შხრიალა VHS-ის კასეტების ყურების შემდეგ სენდი უცბად ატირდა და მოიგუნდა. სწორედ აქ, დიდი ხნის განმავლობაში ჩემმა განსჯამ პირველად დამაყენა მცდარ გზაზე. ალბათ სასაცილო ჟღერს, რომ ჩემი ძაღლის დაცვა მე მიწევდა და არა პირიქით, მაგრამ ის ჩემი ოჯახი იყო. ვიფიქრე, რომ თუ გარეთ რაღაც იყო, რაც სენდის ასე ძალიან აშინებდა, ჩემი მოვალეობა იყო რამე გამეკეთებინა. ჩემი 10 მმ-იანი გადავტენე, კარი გავაღე, ზღურბლზე გავედი და მოლოდინის რეჟიმში დავდექი. ალბათ 9 საათი მაინც გავუყურებდი სიცარიელეს რაიმეს მოლოდინში. თითქმის არაფერი ისმოდა. წერების სუსტი ზუზუნის და ფოთლების შემოდგომის ცივ ქარში შრიალის გარდა. ლოსები მოხდენილი არსებები არ არიან და ლოსი რომ ყოფილიყო მის მოახლოებას უგიჭველად გავიგებდი. დაახლოებით 40 წუთი იყო გასული, როცა სენდი ისარივით გაქანდა გიჟური ყეფით და ბილიკის იქით ხეების სიბნელეში გაუჩინარდა. ავნერვეულდი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ჩემი ძაღლი ველურ ბუნებაში სრულიად უმწეო არ იყო, მაინც არსებობდნენ უფრო დიდი ცხოველები, რომლებიც სიამოვნებით დააგემოვნებდნენ მას, თუ ზამთრისთვის საკმარისი საკვები არ ექნებოდათ. სენდის ყეფა შორიდან თანდათან მიწყდა და ბოლოს სულ გაუჩინარდა. კარში ჩამომდგარი საათობით ველოდი, თოფ მომარჯვებული, მზად იმისთვის, რომ ნებისმიერი არსებისთვის სული გამეფრთხობინებინა, რაც არ უნდა ყოფილიყო ის, რაც ტყეში მელოდა. საათობით ველოდი, სენდის სახლში დაბრუნებას. ველოდი სანამ ზის ხიბები ხეებს შორის გამოანათებდნენ. ველოდი სანამ არ დაღამდა. გარე კიბეზე ჩამომჯდარი, საკუთარ თავს ვატყუებდი, რომ ძილის უკმარისობა ვერ მერეოდა, რადგან იმედი მქონდა, რომ ჩემი ძაღლის დაბრუნებას შევესწრებოდი. სენდი დაბრუნდა, მაგრამ 3 დღის შემდეგ. ნისლი ჩამოწოლილიყო და ბნელდებოდა. ღამეს 3 მუქი ლურჯი ფერი შეეღება. ბოლომდე რამდენიმე დღის განმავლობაში კვალის ძებნა უშედეგოდ აღმოჩნდა და ნერვიულობდი, რომ მომიწევდა წასვლა, მომდევნო რამდენიმე ღამისთვის საკმარისი საკვების მოსატანად. ვერ დავტოვებდი სენდის იქ, ტყეში და კარგულს, სიცივეში, მშიერს. ის აზრი, რომ ის იქ გარეთ ჩემს გამოჩენას ელოდა,
რომ მეპოვა და სახლში დამებრუნებინა, თავისთავად ძალიან მძიმე იყო. ჩანთაში, რომელიც კარების გვერდით მდგომ საკიდარზე ეკიდა, მომდევნო დღის მოგზაურობისთვის საჭირო ნივთებს ვალაგებდი. ფიქრობდი, რომ ხვალ იქნებოდა ბოლო დღე, სანამ ქალაქში დავბრუნდებოდი და ვნახავდი და მეხმარებოდა თუ არა მამა სენდის პოვნაში. ის პენსიაზე გასული ჭაღარა კაცი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ სენდის მოძებნაში დახმარებაზე უარს არ იტყოდა. საბედნიეროდ, სანამ ამ ფიქრებში ვიყავი გართული, სენდი უკვე დაბრუნდა. ფანჯრიდან დავინახე, სახლიდან რამდენიმე ათეული ფუტის დაშორებით მთავარ გზამდე მიმავალ ბილიკზე. ჩვეულებრივ, გავიგებდი, როგორ მოირბენდა კართან და დაიწყებდა კარზე თათების მხაჭუმს, რომ შემომეშვა, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო. მისი თვალების მწვანე მარგალიტისებრ ანარიყოს ვხედავდი ნისლში, რომელშიც სახლი ჩაძირულიყო. ერთი წამით ვიფიქრე, რომ შეიძლება სხვა ცხოველი ყოფილიყო. მაგრამ მისი სხეულის კონტური, რომელიც სქელი, დაბალი ღრუბლების ფონზე ჩანდა, დამარწმუნა, რომ ეს სენდი იყო. მაინც მოუთმენლობის მიუხედავად შევყოყმანდი. მის სხეულის ენაში რაღაც უცნაური იყო. ფანჯარაში კიდევ რამდენიმე წამს ვიყურებოდი, სანამ გონება ინსტინქტს დაემორჩილა. სენდი შეიძლება დაშავებული იყოს. გავიფიქრე. ანუ არ ისიც. კარი მთელი ძალით გამოვაღე, მაგრამ ის მაშინვე არ მოვიდა. პირიქით, იქ იდგა და ყურადღებით მიყურებდა. როცა არა და არ გაინძრა, დავუშტვინე. მოდი, სენდი! წავუძახე და სახლისკენ მოვუხ. მოდი, ბიჭო! ისი მოძრაობა უცნაური იყო. თითქოს მენჯები ამოვარდნილი ჰქონდა და თათების კუთხე ყოველ ნაბიჯზე იცვლებოდა. თითქოს დავიწყებოდა როგორ ეარა სწორად. თავი მიწისკენ ჰქონდა დახრილი, მაგრამ კბილებს არ აჩენდა. აგრესიულად არ გამოიყურებოდა. ერთადერთი, რითაც შემეძლო მისი გამომეტყველების აღწერა იყო დამნაშავის გამომეტყველება. თითქოს რაღაც ისეთი ჩაიდინა, რაც არ უნდა გაეკეთებინა და მე კი მას ამის გამო დავუყვირე. ვიფიქრე, რომ რამეს იტკენდა მაღალ საფეხურზე ამოსვლისას, რადგან მეგონა, რომ მენჯები ამოგდებული ჰქონდა, მაგრამ ისე ამოხტა ვითომც არაფერი. უცნაური ის იყო, რომ ამოხტომისას მისი ქვედატანი ცოტათი უკონტროლოდ ირწეოდა და თათები თითქმის ქვეშ ეკეცებოდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად არ გაიშხლართა იატაკზე. საფეხურზე ჩამოჯდა და თვალს არ მაშორებდა. იქამდე, სანამ სახლში არ შემოვედი, კარი ფართოდ გავაღე და დაველოდე, როდის შემოვიდოდა შინ. პირდაპირ თავის საწოლისკენ გაემართა. არც დამყნოსა, არც მოფერებისთვის გაჩერებულა ჩემს ხელთან და არც სიხარული ჩემომახდა, როგორც ადრე იცოდა. ის პირდაპირ თავის საწოლზე დაწვა, რის შემდეგაც საკმაო ხანი მხოლოდ მე მიყურებდა. დაუბრუნდი ფილმს. რამდენჯერმე დაუძახე, მაგრამ რეაქცია არ ქონია. ყურებიც კი არ აუწევია ჩემი ხმის გაგონებაზე, ან ჩემს გვერდით გაცვეთილ დივანზე ხელის ბარტყუნის ხმაზე. ჩემი მეგობარი მომენადრა, მაგრამ ჩემთან მის ძალით მოყვანას არ ვაპირებდი. რაღაც ისეთი იყო მასში, რაც მიმანიშნებდა, რომ არ უნდა შემომეშვა სახლში, მაგრამ ეს გრძნობა სულელურ მოჩვენებად ჩავთვალე და რამდენიმე საათში დასაძინებლად დავწექი. რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვწმუნდები იმაში, რომ ერთხელაც კი არ დაუხამხმებია თვალები. ქანდაკებასავით იჯდა და შუქის ჩაქრობის მერეც ვხედავდი თუ როგორ მომყვებოდა მისი ნეფრიტივით მწვანე ანარეკლი საძინებელ ოთახში შესვლისას და კარის დახურვისას. შემიძლია დავიფიცო, რომ ღამით მისი სიარულის ხმა გავიგე. ჩხილების წყარონი ხის იატაკზე, რომელიც ჩემი ოთახის კარისკენ მოდიოდა, მაგრამ ნელი და გააზრებული იყო. ეს არ ჰგავდა სენდის სწრაფ სიარულს, როცა ხვდებოდა, რომ დასაწოლად მივდიოდი და ჩასახუტებლად მორბოდა. ხმაური ჩემი საძინებლის კართან შეწყდა, მაგრამ მისი წყმუტუნი არ გამიგია. ამას ყურადღება არ მივაქცე და ღრმა ძილში ჩავეფლე. რომ გამეღვიძა, ვიფიქრე, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დამესიზმრა. სენდი ისევ იმ გამართულ პოზაში დამხვდა, როგორშიც დავტოვე, როცა დავწექი. თითქოს მთელი ღამე ადგილიდან არ განზრეულა. როცა დილა მშვიდობისა ვუთხარი, უდიც კი არ გაუქნევია. ის სამზარეულოში გამომყვა, მაგრამ შემოსასვლელში შეყომდა. როდესაც მისი თასი იატაკზე დავდე და სუპერმარკეტის ძაღლის საკვებით გავავსე. ისევ და ისევ მისი უკანა ნაწილი უცნაურად მოძრაობდა. როდესაც ნელა ჩემკენ მოდიოდა. მაწუხებდა შეგრძნება, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. რაღაცნაირად გამოიყურებოდა, თითქოს გუშინდელის მერე ცოტათი დაგრძელდა.
სენდი ისევ მოიხარა, როგორც წინა ღამეს. სახლისკენ რომ მოდიოდა. სამზარეულოში არ შემოსულა. ვიფიქრე, ამდენი ხანი ტყეში ყოფნის მერე ალბათ ძალიან შეამეთქი. მაგრამ ისე მიყურებდა, რომ აშკარად ელოდა მე როდის მივუახლოვდებოდი იმის მაგივრად, რომ თავად დაეწყო ჭამა. მე და ჩემს თვალებ დაუხამხმებელ ძაღლს შორის გამართული რამდენიმე წუთიანი თვალებში ყურების შეჯებრის შემდეგ ეს სულელური ქცევა შევწყვიტე და ხმამაღლა დაუძახე. წარბიც არ შეუხრია. არ მინდოდა ჩემს სახლთან ახლოს მივსულიყავი, რომ სამზარეულოს კარიდან გავსულიყავი. მაგრამ ეს ხომ ჩემი სენდი იყო და ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი ოდესმე ჩაუდენია, ბუზების შეჭმა იყო. და მართლაც, როცა ჩაუარე, შემობრუნდა და სხეული უცნაურად გაუკანავდა. მაგრამ ჩემკენ არ წამოსულა. იმ დღეს, როცა წამოვედი, ვერაფერს მივაგენი. ტალახში დატოვებული ირმის კვალი რამდენიმე დღით ადრე იყო გაკეთებული და ბუნებრივი ბილიკებიდან ტყეში უსასრულოდ ქრებოდა. არ მესმოდა მწერების, ჩიტების ან ახლომდებარე კოიოტის კივილიც კი. ბანაკიდან კილომეტრის მანძილზე ერთადერთი ხმები ჩემი სუნთქვა და ფეხქვეშ გაფშკვნილ ფოთოლთა ხრაშუნი იყო. როდესაც მზემ ჩასვლა დაიწყო, სახლისკენ გამოვეშურე, მაგრამ უბრალოდ უნდა ჩამელაგებინა ჩემი ნივთები და დამეტოვებინა იქაურობა. ხეების კლასტერის მიღმა ბორცვის იქით სახლი ძლივს მოჩანდა. რა დროსაც გავარკვიე, რატომ მიატოვეს ცხოველებმა ეს ადგილი. ზოგადად, როდესაც სადღაც ცხოველები მასობრივად იხოცებიან, ეს როგორც წესი ნიშნავს, რომ იმ ადგილას რაღაც რიგზე ვერაა. და ბუნება, როგორც წესი, საკმარისად ჭკვიანია იმისთვის, რომ სასწრაფოდ გაეცალოს იმ ადგილს. კატებსაც კი ინსტინქტურად არ უყვართ იმ წყლის სმა, რომელიც მათ საკვებთან ახლოსაა. რადგან თუ ნაკადულის ახლოს მკვდარ ცხოველს დაინახავ, მივხვდები, რომ ნაკადული შეიძლება დაბინძურებული იყოს და წყლის სხვა წყაროს მოძებნი. ასობით გამოშიგნული ციყვი, ბალახზე თითქმის იდეალური წრის ფორმაში იყო მიმოფანტული. უმეტესობა ცოცხლად იყო გადაყოვებული, მაგრამ როდესაც გული ამერია და ღებინებისთვის მომემზადე, რამდენიმე ათეული შიგნიდან ამოტრიალებული დავინახე. თავი ვეღარ შევიკავე და განუწყვეტლივი ღებინება ამიტყდა. მაშინ, როცა მთელი ძალით ვცდილობდი ამ პატარა ორგანოების და დანაწევრებული სხეულების წრეს გავცლოდი, არა მხოლოდ სცენის ასარიდებლად, არამედ იმის გამოც, რომ იქაურობა უღმერთოდ ყარდა. არ ვიცი რამდენ ხანს იქნებოდნენ იქ, მაგრამ ეს რომ უფრო ადრე შემხვედროდა, სენდისთან ერთად მაშინვე დავტოვებდი აქაურობას. თანდათან გვამები მცირდებოდა და მხოლოდ აქა-იქ ეყარა მკვდარი ციყვები. ყველაზე დიდი რისი პოვნად შევძელი ამ საშინელი და უწმინდური არსების სავახშმო ადგილისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით ირემი იყო. თითქოს რაღაცამ გადაწყვეტა ცოცხლად გაეტყავებინა კისრამდე და ტყავის რაღაც ნაწილი იქვე ხეზე გადაკიდა თითქოს გამოსაშრობად. არ ვიცი, რამდენი ხანი იყო იქ დატოვებული, მაგრამ სუნით მივხვდი, რომ დიდი ხნის მკვდარი იყო. იმის და მიუხედავად, რომ გვამს ერთი ბუციც კი არ ეჯდა. თავი მხრებს ზემოდან სუფთად ჰქონდა მოჭრილი და როცა მივხვდი, რომ მთლიანად გამოფათრული და შიგნეულობა ამოცლილი იყო, სიარულიდან სირბილზე გადავედი. საბედნიეროდ ქოხი არც ის შორს იყო. ბოლო ძალა მოვიკრიბე, უჩების სახელოს უკანა მხარეს შევიწმინდე და სახლისკენ ავიხედე, საიდანაც სენდი ფანჯრიდან მიყურებდა. ვცდილობდი საკუთარი თავისთვის ამეხსნა, რომ სენდის უცნაური ქცევა ტრამვის ბრალი უნდა ყოფილიყო. ვიცი ახლა სულ ელურად ჟღერს, მაგრამ მაშინ ეს ერთადერთი გონივრული ახსნა იყო, რაც ჭკუიდან შეშლისგან მიცავდა. დაწელილი სხეული უბრალოდ დიდხნიანი მარტოყოფნის გამო მომელანდა. სენდი მიხვდა, რომ ამ ადგილას რაღაც რიგზე ვერ იყო და როგორც კი შენიშნა, მისი გაფრთხილებისთვის უნდა მომესვინა და ქალაქში უნდა დავბრუნებულიყავი. როგორც კი კარი ჩემს უკან დაიკეტა, საკვებისა და აუცილებელი ნივთების ყუთების ჩალაგება დავიწყე. სწრაფად მოძრაობდი, რომ ნივთები სათვირთოში რაც შეიძლება მალე ჩამეტვირთა. სანამ სიბნელე ჩამოწვებოდა. ღამით ბილიკებზე მანევრირება სახიფათო იქნებოდა, რადგან კელის მთის გორაკები ციცაბო იყო და სრულ სიბნელეში ერთადერთ მეგზურად ჩემს ფარებთან ერთად ძალიან ადვილი იქნებოდა ხევში გადავარდნა და სამუდამოდ გაუჩინარება. არ მინდოდა კიდევ ერთი ღამე გავჩერებულიყავი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. სახლში იმ დროს დავბრუნდი, როცა მზე ჰორიზონტს ჩასცდა და ისევ მუქი ლურჯი ცის ქვეშ აღმოჩნდით. სენდის ყურადღებას არ ვაქცევდი. ისიც უბრალოდ თავის საწოლში იჯდა და უყურებდა, როგორ ვალაგებდი. ვიფიქრე, არაფერია დილით მის ნივთებსაც ჩავტვირთავ სატვირთოში და მეორე დღეს დაღამებამდე უკვე ქალაქში დავბრუნდებით მეთქი. ერთი წამით რომ შევხედე, გამიელვა აზრმა, რომ დღეს ცოტა უფრო მეტხანს მიყურებდა და დაწოლის მერეც რამდენიმე საათი ძილი არ მეკარებოდა. ალბათ დილის 4-5 საათი იქნებოდა, როცა ეს გავიგონე. შტვენის ხმა,
იგივე შტვენის, რომლითაც ჩემს ზაღს უხმობდი. ციმა უფლმა დამასხა. როცა გავიაზრ, რომ ის, ვინც ის ციყვებით ახოცა, ტყავი ჩამოყიდა და რაც არ სჭირდებოდა მიატოვა, სრულიად მშვიდად შეეძლო ჩემს სახლში შემოჭრა. საბედნიეროდ ჩემი ოთახის კარმა ხმა არ გამოსცა, როცა ნელა გავაღე. წამით შევყომდი. კიდევ რამდენიმე წამს ვაყურადე. თუ როგორ ეძახდა ვიღაც ჩემს ზაღლს, სანამ გავბედავდი და კარის ჩარჩოდან თავს გამოვყოფდი, რომ კარგად დამენახა, ვინ იყო ის, ვინც სენდისთვის რაიმეს დაშავებას აპირებდა. გარე კარი ღია იყო, ხოლო სენდის უკანა ნაწილი დავინახე, რომელიც ძალიან გრძელი და თხელი იყო და თითქოს კარის უკან იყო შემოხვეული. მისი წინა ნაწილი კი გარეთ იყო. რაც არ უნდა ყოფილიყო ის, რაც ჩემს ზაღს აჯავრებდა, ის ნელა უშტვენდა და სენდის უხმობდა. როცა შემიძლია დავიფიცო, რომ როცა მან თავი ძირს დახარა და სენდი დაიყვირა, ყველაზე საშინელი ხმით, რაც კი ოდესმე გამიგია, არი ისევე ფრთხილად დავხურე, როგორც გავაღე. არ ვიცი, კართან მიყუდებული რამდენ ხანს გავჩერდი. ვიცოდი, რომ იარაღი ტანსაცმლის საკიდზე ჩამოკიდებულ ჩანთაში დამრჩა. ვიცი, რომ არ მიძინეა. დავალოდე სანამ ჰორიზონტზე მზე ამოიჭრებოდა. შემდეგ კიდევ ცოტა ხანს დავიცადე, სანამ ალბათ შუადღე არ გახდა და ბოლოს გამბედაობა მოვიკრიბე. კარი ისევ გამეღო და სატვირთოსკენ გავქცეულიყავი. იმ ადგილას არ მოვკვდებოდი. სენდი გამქრალი იყო. სახლის კარი ღია. მისი საჭმელი ხელუხლებელი იყო, მაგრამ მაცივარი ბოლომდე გამოღებული და მხვდა, მაცივარში რსებული მთელი ხორცი გამქრალი. მისი ნივთების ჩალაგებაზე თავი აღარც კი შემიწუხებია. უბრალოდ ჩანთა მხარზე გადავიგდე, რაც შეიძლება სწრაფად გავეშურე ბორტისკენ და ძრავა ამოვქოქე. ვერ ავღწერ იმ გრძნობას, რომელიც დამეუფლა, როდესაც გავაცნობიერე, რომ სენდი იმ ადგილას უნდა დამეტოვებინა. არც კი მიფიქრია იმაზე, რომ ის შეიძლება მკვდარი ყოფილიყო. არ მგონია, რომ გავუძლებდი იმის გააზრებას, რომ რაც არ უნდა შემომეშვა ჩემს სახლში, რასაც არ უნდა ამოეჟლიტა და გამოეშიგნა ცხოველები ტყეში, იგივეს გავუკეთებდა მასაც. მოხვეულ-მიხოული ბილიკებითა და გზებით, რაც შეიძლება სწრაფად მოვდიოდი, ისე რომ კლდეებიდან არ გადავჩეხილიყავი. უგრძნობდი, თითქოს ამ ლაბირინთში წრეზე დავდიოდი, რომელიც ისევ იმ სახლთან დამაბრუნებდა. მაგრამ როდესაც ქალაქისკენ მიმოვალ ასფალტზე გადავედი, უსაფრთხოდ ყოფნის განცდა მომიცვა იმის ფიქრში, რომ გადავრჩი. სწორედ მაშინ, როცა ასფალტზე გადავუხვიე, ვიგრძენი, როგორ მოხვდა რაღაც მაგარი უკანა მინას და ჩამსხვრეული შუშა მგზავრის სავარძელს ჩამოიყარა. ინსტინქტურად თავის გატრიალებისას მხოლოდ ერთი წამით დავინახე ირმის მოკვეთილი თავი, რომელიც ჩაუმსხვრეველ მინას წამოედო და უკანა სავარძელზე დაგორდა. სახლამდე გზის უმეტესი ნაწილი ტირილში გავატარე. ხელები საჭაზე ისე მაგრად მქონდა ჩაჭიდებული, რომ თითები გამითეთრდა. მინდა ამ ამბის პოზიტიურ ნოტაზე დასრულება შემეძლოს. მინდა შემეძლოს გითხრათ, რომ სენდის სახლში დამხვდა, რომელიც ჩემს დაბრუნებას ელოდა. მინდა შემეძლოს გითხრათ, რომ ამით დასრულდა ყველაფერი. ტყეში გადატანილი ტრამბული გამოცდილება, რომელსაც დროთა განმავლობაში დავძლევ. გუშინ ღამით დაძინება გამეჭირდა. განუწყვეტლივ მეტრიალებდა თავში ის, რაც კელის მთაზე გადამხდა. გავიაზრე, რომ კარგ ახანს ვერ დავიძინებდი, ამიტომ უბრალოდ ვიწექი და ღია ფანჯრიდან შემოსულ ქარს ვუსმენდი. შემიძლია დავიფიცო, რომ ის შტვენა გავიგე, რომლითაც ჩემს ზაღს ვეძახდი ხოლმე. ხმა ტყის პირიდან მოდიოდა. თუ თქვენს ზაღთან ერთად სამოგზაუროდ წახვალთ, გირჩევთ. დიდი ხნით უყურადღებოდ არ დატოვოთ და ხედვის არეალიდან არ გავუშვათ. რაც დაბრუნდება, შეიძლება თქვენი ძაღლი აღარ იყოს. და ისიც გენიალური ჩემი ძაღლი სამი დღით დაიკარგა, რაც დაბრუნდა, ჩემი ძაღლი აღარ იყო. ცოტა უცნაური სახელი აქვს, მაგრამ ძალიან კარგად შერჩეული სახელი აქვს. პირველად რომ მოვისმინე, არ მეგონა რომ კარგი შეიძლება აღმოჩენილიყო ის ისტორია, რომელსაც რაღაც ესეთი უცნაური სახელი ჰქონდა. და დაჟე დაგასპოილერებთ, შემდეგი ისტორიაც მსგავსი იქნება. ცხოველების ფიგურირება იქნება და ესეთი გრძელი სახელი ექნება იმასაც. გადათარგმნილია უკვე, დარედაქტირება საჭიროებს და კვირაში ყველა ნახევარში იმასაც დავდებ. მოდი ცოტა ახლა ისტორიაც რო განვიხილოთ და ჩემი 1-2 სიტყვა რო შემოგაწიოთ. მე შინაური ცხოველი არასდროს არ მყოლია, ერთადერთხელ მყავდა თუთიყუში, ჩაკო,
რომელიც ძალიან პატარა ვიყავი და არ მესმოდა ასე ვთქვათ შინაური ცხოველის ყოლა რეალურად რას ნიშნავდა. ამიტომ დიდად არც უვლიდი და უბრალოდ რაღაც სათამაშოს ფუნქცია უფრო ჰქონდა ჩემს თვალში, მაგრამ მაგ დროს ვიყავი 8 წლის. არ მესმოდა. ხო და მით უმეტეს არ მყოლია ძაღლი. ვისაც ყავთ ძაღლი, ან ვისაც ყოლიათ სხვა შინაური ცხოველი, თუნდაც კატა ბევრად უკეთ და მძაფრად აღიქვამს ალბათ ამ ისტორიას და მეც რომ ყოლოდა ალბათ ეგრე იქნებოდა, მაგრამ ამის და მიუხედავად, ამ ყველაფრის მიუხედავად, რომ დაუშვათ ეს გამოცდილება მე არასდროს არ მქონია, ჩემთვისაც კი საკმაოდ შემზარავი ისტორია იყო და ძალიან იმოქმედა, როცა პირველად მოусმინე ამ ისტორიას. ხო და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენზეც ეგეთი გავლენა ქონდა, მით უმეტეს აი ბოლო მომენტი, ტიპი რომ ციცაბო კლდეებზე ჩამოდის, კილომეტრებს ივლისს ძლივს, გამოცდება იმ არეალს, ასფალტზე გადმოვა და უცბად წარმოიდგინე შენ ჯიპში ზიხარ და უკანა ფანჯარა რო ყდება და უცბად რო იხეთები და ირმის თავი რო ვარდება უკანა სავარძელზე. ის მოჭრილი ირმის თავი, რომელიც ტყეში შეგხვდა, ანუ აი უბრალოდ მაგის წარმოდგენას რომ რაღაცამ გიგანტურმა ეს ირმის თავი მაგ ხელაზე ისროლა, ან მოგდევდა უბრალოდ და თუნდაც ახლოდან ისროლა, მაგრამ ირმის თავია, ირმის თავი რამ ხელა იცით? ირმის თავი რო ისროლა. ანუ პირველად რომ მოვისმენე რამის ბოდიში და ჩაბიჯვი. რო წარმოვიდგინო, აი აეროპორტისკენ რომ მიდიხარ და ლილუსაც ცოტა რო გაცდები, ეგეთი საკემპინგო ადგილები ბევრი არის. გასაგებია რომ რაღაც გადაკარგულში რაღაც რამდენიმე მილის დაშორებით არ არის ეგეთი რაღაც ქოხი და იქ არ მიდიხარ, მაგრამ აი ამ ისტორიის ზუსტად მაგ ნაწილმა ეგ გამომიტივტივა, რომ აი მაგ მომენტში ასფალტზე რო გადმოდივარ რაღაც მამაჩემთან ერთად რომ საკემპინგოდ ვიყავი და უცბად რაღაც ირმის თავი რო ხდება მანქანის უკანა მინას, იმ ცხოვრება და უკანა სავარძელზე გვერდით ვარდება. ანუ თან ის ყველაფერი რო უკვე გამოიარე, რაც ტყეში მოხდა, რაც ნახე, ამოტრიალებული შიგნიდან ციყვები, რაღაც გამოშიგნული ირემი, ანუ იქაურობა რო ყარს და არაფერი რო არ არსებობს გარშემო, გარდა ამ გვამებისა. ფუზიც კი რო არ ეჯდა იმ მოკლულ ირემის ლეშს. ნუ ლეში არ იყო ალბათ გვამი იყო უფრო, მაგრამ ანუ მაინც. მოკლედ ძალიან მოკლე, მაგრამ ძალიან მსუყე ისტორია იყო. მე ძალიან ვისიამოვნე, იმედი მაქვს რომ თქვენც და როგორც ყოველთვის დაალაიქეთ ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს, ვისაც გქონიათ რომ საშიში ისტორიები აკლიათ ცხოვრებაში, კომენტარებში დამიწერეთ როგორ მოგეწონათ, რა ნაწილები მოგეწონათ, ყველაზე მეტად რა დეტალებმა მოგხიბლათ, ან პირიქით რა არ მოგეწონათ. და ასე შემდეგ, ნებისმიერი რამ, რაც რა ემოციას თუ რა ფიქრიც გამოიწვია ამ ისტორიამ თქვენში, რა ვიცი, გთხოვთ გამიზიარეთ თუ არ დაგეზარებათ, პასუხს არ დაგაზარებთ არც მე. და რა თქმა უნდა გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოვტოვოთ მომავალი შიშის არქივის ისტორიები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შევხვდებით შიშის არქივის მომავალ ეპიზოდში ახალი საშიში ისტორიით. და რა თქმა უნდა, თქვენ შინაურ ცხოველებს ყურადღება მიაქცეთ, დარწმუნდით, რომ მართლა თქვენი შინაური ცხოველები არიან სანამ დაიძინებთ. მომავალ შეხვედრამდე.